თითოეული ადამიანი თავისუფალ დროს ყოველთვის განსხვავებულად ატარებს. ფენტეზის ჟანრის მოთამაშეებისთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება ლისის ტყის სივრცის ათვისება აღმოჩნდა. გამოცადო თავი მეომრის ამპლუაში ეს LARP გეიმის გამოწვევაა. აქ უკვე 1 წელია მაქსიმალურად ცდილობენ უნიკალური სამყარო შექმნან. ასეთი სამყაროს შესაქმნელად მონაწილეები პერსონალურ ისტორიებს თვითონვე წერენ და თავისივე გამოგონილი პერსონაჟებით LARP-ის გარემოში შესაბამისი წესებით მოქმედებენ. მოქმედება ძირითადად ბრძოლის სახით მიმდინარეობს. ამ ბრძოლაში უდიდეს ყურადღებას ერთმანეთის პატივისცემას და უსაფრთხოებას უთმობენ. არსებობს ორი სახის წესები. ერთი არის თამაშის წესები და მეორე არის ზოგადი ქცევის წესები. ის რაც ყველა ადამიანმა უნდა დაიცვას ეს. უნდა გახსოვდეს რომ არის თამაში და გართობა პირველ რიგში. უნდა იყოს იარაღები სპეციალურად დარბილებული, რაც ამოწმებენ თამაშის ორგანიზატორები თვითონ. და შემდეგ უკვე მოდის ესეთი წესები, რომლებიც არის სად იჭრება ადამიანი, რომ უკიდურში მოხვედრით, სად კვდება, რა შემთხვევაში ხარ დაცული იარაღის, რა შემთხვევაში არ ხარ და ასე შემდეგ. წესების მხრივ არსებობს პერსონაჟების კლასიფიკაციები. ყველა მათგანს თავისივე შექმნილი სამოსი, იარაღის ტიპები და შესაძლებლობები გააჩნია. მათი ჯგუფური სინქრონიზაცია მოთამაშეებს ბრძოლის ველზე წარმატების მიღწევაში ეხმარება. რაც უფრო მოქნილი ხარ ჩემი აზრით და რაც უფრო მოძრავი ხარ, მით უფრო მეტი პლუსი გაქვს. ჩემი სტილი არის საკმაოდ მოძრავი და ჩქარი. ამ მოძრაობებით ხო მე ვაბნევ მეტოქეს. და რაც უფრო ჩქარა შედიხარ, მით უფრო მეტი პლუსი გაქვს, იმიტომ რომ უფრო დაბნეული ხარ რეალურად. რამდენი ადამიანის არის რეალურად LARP-ში, აი რომ იმოიხედოთ, ხო, ირგვლივ. ზოგი შუბოსანია, ზოგი მშვილდოსანია, ზოგი ფაროსანი, ზოგი ჩემსავით ვორიორი უხეშად რო თქვა მებრძოლი, ანუ ორი ხმლით დუალისტებს ვეძახით. იმდენი სტილი არსებობს რა, ანუ ინდივიდუალიზმი არის საკმაოდ ძლიერად დასული, რაც ყველაზე მეტად მომწონს მე რა. ანუ სული თავისუფლება გაქვს. შეგიძლია მაგალითად ერთი დღე ამოხვიდე იდგე ფარით და შუბით და მეორე დღეს აბსოლუტურად შეცვალო პერსონაჟი. რივიანი! LARP როგორც კულტურა პირველად მე-20 საუკუნის 70-იანების ევროპასა და ამერიკაში გვხვდება. თავიდან გართობის ეს საშუალება არც პოპულარული იყო და მეტიც სოციალური სტიგმატიზაციის მსხვერპლიც ხშირად გამხდარა. უკვე დღეს LARP-ის სივრცეში მოხვედრა ფენტეზის და ორთაბრძოლების მოყვარულთა მთავარ ხობად იქცა. რამდენიმე მიზანი პირველ რიგში გასართობია. შემდეგ ასე სპორტი არის და რაც თავარი არის აქტივობა, რომელიც სახლის გარეთ ხდება და აღარ გიწევს ან სახლში ჯდომა, ან უბანში ჯდომა, ან ასე შემდეგ. ანუ გვინდა რომ რაღაც ახალი შემოვიტანოთ, რაღაც ხალხი რაღაც სხვით გავართოთ და არ იყოს მარტო ეს მონოტონური ან კომპიუტერის თამაში სახლში, ან გარეთ უბანში გართობა.